მოგესალმებით. თუ შეიძლება გაგვეცანით და ამის შემდეგ დაგისვამთ კითხვებს. ძალიან სასიამოვნო თქვენთან შეხვედრა. ჩემი სახელია გაბრიელა დიდეტოვა. მე ვარ თავისუფლების მოედანზე მდებარე ლუქსის კლასის სასტუმრო პარაგრაფის გენერალური მენეჯერი. ამ სფეროში მაქვს 30 წელზე მეტი გამოცდილება. როგორ ფიქრობთ ორგანულ პროდუქტზე და რას ნიშნავს თქვენთვის ხარისხიანი პროდუქტი? ალბათ ბევრი განმარტება არსებობს, მაგრამ ჩემთვის ორგანული პროდუქტი ნიშნავს პროდუქტს, რომელიც თავისუფალია ქიმიური დანამატებისა და შხამქიმიკატებისგან. არ მომწონს დიდი ინდუსტრიული ფერმები, მჯერა რომ ცხოველები იმსახურებენ ჰუმანურ მოპყრობას, სტრესისა და ჰორმონების გარეშე. სტრესი გავლენას ახდენს როგორც ცხოველზე, ასევე პროდუქტის საბოლოო ხარისხზე. და სწორედ ეს ხარისხი უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს. რამდენად მნიშვნელოვანია ორგანული საკვები სასტუმროს სტუმრებისთვის? როგორც უკვე ვთქვი, მომხმარებლისთვის ორგანული საკვებით მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პარაგრაფს, ყველა კერძის სრულიად ორგანულად მომზადება რთულია. ეს შეფის პასუხისმგებლობის სფეროა. შეფმა უნდა იპოვოს სანდო მომწოდებელი, ითანამშრომლოს მათთან და შექმნას მენიუ. და აღნიშნული იქნება მენიუში, რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ამ ყველაფრის უკან დგას შეფი და ჩვენ მის უკან. მე ასე ვიტყოდი, შესაძლებელია 1-2 ორგანული კერძის დამატება, მაგრამ მასშტაბურად უზრუნველყოფა რთულია. ზოგადად ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს. დიახ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს ყველას პრობლემაა. ჩვენ მერიოჩი გვაქვს სპეციალური კუთხე, სადაც წარმოდგენილია ხარისხიანი ორგანული საკვები. ჩვენ ასევე მენიუში ვუთითებთ ფერმერის ან მომწოდებლის სახელსაც. ამასთან ერთად მითითებულია თუ სად და რა ვითარებაშია წარმოებული. ეს პირდაპირ ჩემი ვალდებულებაა. წავიდე, ადგილზე შევამოწმო, მართლაც ეს ქათმები ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ და არა გალიაში. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ დაგვეთვალიერებინა ჩემი ორგანული ფერმა. როგორ აღწერთ მას და რას ფიქრობთ ჩემზე? თქვენი ფერმა ფანტასტიკურია. მართლა ვაფასებ, რომ ამ მიმართულებით მუშაობთ და ასეთ ხარისხს ქმნით. და მე ვიცი, ეს საქმე რთულია და ხშირად არა იმდენად მომგებიანი, როგორც მასიური წარმოება. მაგრამ ვფიქრობ, ეს არის მომავალი და ეს გზა უნდა გავაგრძელოთ. რათა გვქონდეს უფრო ჯანმრთელი საკვები, მე ამ ყველაფრის დიდი მხარდამჭერი ვარ. დიდი წამოწყებაა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვიმედოვნებ, რომ კვლავ მესტუმრებით. მადლობა თქვენ, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა.